4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს ხდომები გრძელდება დღეს პაატა ბურჯულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მარჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის და კიდევ 5 პირის ეპიზოდზე იმშელეს. დაიკითხა ბრალდების 3 მოწმე. ერთ-ერთი იყო ექსპერტი, რომელმაც ნივთის ღირებულება დათვალა, შალვა კინძურაშვილის თქმით, დაზიანებულ მდგომარეობაში დაათვალიერა პრეზიდენტის სასახლის ღობე. მისივე ინფორმაციით, ჯამში ზარალი არის რამდენიმე ათასი ლარი. მისივე განცხადებით, დაზიანებული იყო ღობის სექციებიც, მოусმინეს ასევე განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლოს, მას კითხვები ბრალდებულებმაც დაუსვეს. დაიკითხა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, რომელიც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეს იცავდა. გიორგი წაველიძის თქმით, სასახლეში შეჭრას მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჯულაძე და ირაკლი ნადირაძე ხელმძღვანელობდნენ. არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს პროცესს, ისევ არ დასწრებია პაატა ბურჯულაძე. ვიყავით ბაზაზე. 4 ოქტომბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ გადავსულიყავით ათონელის ქუჩაზე. მივედით მშრალი ხიდის ტერიტორიაზე. უკვე ვხედავდით ავტობუსიდანაც, რომ აქციის მონაწილეები ძალადობაზე იყვნენ გადასულები. იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და მიდიოდა პოლიციაზე ფიზიკური ძალადობა. ჩამოვქვეითდით ავტობუსიდან და დავიწყეთ გადაადგილება პრეზიდენტის სასახლისკენ. ამ დროს აქციის მონაწილეთა მხრიდან გვესმოდა გინება. გვესროდნენ სხვადასხვა ნივთს და ასე შემდეგ. როდესაც ათონელის ქუჩაზე განულაგდით, დაახლოებით 9 საათის განმავლობაში იყო მოწოდებული რომ დაშლილიყვნენ. თუმცა ამის მიუხედავად გრძელდებოდა სხვადასხვა საგნის სროლა ჩვენ მიმართ. თანამშრომლები დაახლოებით 40-50 კაცი ვიყავით. აქციის მონაწილეები ჩვენი მიმართულებით ისროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთებს, უმეტესად ქვებს. მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეულ ნივთებს აზიანებდნენ, ნაგვისურნებს, ღობეებს და ასე შემდეგ. სახელმწიფო ინვენტარს აზიანებდნენ. დაზიანება მიიღეს თანამშრომლებმა. მე თავის არეში მომხვდა ეგრეთ წოდებული ფილა, ქვა. მეხურა ჩაფხუტი გატყდა. პოლიტიკოსი ვარ და ამბიცია მაქვს უფრო მეტზე. თქვენი შვილებისთვის ბრძოლაზეც მაქვს ამბიცია. ქართული ოცნების ლიდერების შვილების უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაზე მაქვს პრეტენზია. რაში გამოიხატება ჩვენ მიერ ქვეყნის დანგრევა? ის რომ ევროპა, დემოკრატია, უფრო დაცული საქართველო გვინდა? ჩვენ მართლა თქვენი შვილების მომავლისთვისაც ვიბრძვით ჩვენს შვილებთან ერთად და არ მგონია იგივე იყოს იქით მხარეს. ოქროს ზოდებს, სეიფში დამალულ მილიონებს თქვენი შვილებისთვის არავინ აგროვებს. არ გვინდა რადიკალიზება და პოზიციის ჩამოყალიბება, რომ ვინაიდან ადამიანი აქციაზეა, ის ქვეყნის დამანგრეველია. არ შეიძლება ასე პოლიტიზება პოლიციის. გახსოვთ ხომ პოლიციის ფიცი, რომ ვინმე ერთ ადამიანს კი არ უნდა ემსახურებოდეს, პოლიციაც მოქალაქისათვის არსებობს, ხელისუფლებაც, სახელმწიფოც. ვინ ჩამოუყალიბა ის აზრი, რომ პაატა მარჯგალაძე არის დამანგრეველი. დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა დაადასტურა. არავითარი ოპერატიული ინფორმაცია ან რაიმე ტიპის ინფორმაცია იმის, რომ ვინმე სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, არ არსებობდა. ასევე მან დაადასტურა, რომ სატყოფნის რაიმე განსაკუთრებულ დონეს ადგილი არ ქონია და თქვა, რომ 4 ოქტომბრის მიმდინარე პროცესისასაც კი რაიმე გაფრთხილება და ინფორმაცია არ იყო მათთან, რომ შეიძლება რაღაც პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით ინციდენტებს ქონოდა ადგილი. ასევე დაადასტურა, რომ ეგრეთ წოდებული პირველი ტალღის დაახლოებით 20-მდე ადამიანი ცდილობდა ღობესთან ჯაჯგურს, რა დროსაც ეგრევე კონტაქტისას ღობე ჩამოიშალა, რაც კითხვის ნიშნებს, რომელიც საზოგადოებაში ისედაც მუსირებს, კიდევ უფრო ამყარებს. დაიკითხნენ მოწმეები, მათ შორის პირველ რიგში დაიკითხა სასაქონლო ექსპერტი, რომელმაც განსაზღვრა ღობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც ათეულობით 1000 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება სხვა მოწმეთა მიერ მიცემულ ჩვენებებს, სასამართლო პროცესზე დაიკითხა სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც განმარტა, რომ მან აღნიშნული მოქმედებების დროს ფიზიკური დაზიანება მიიღო, ასევე განმარტა, რომ შემთხვევით ადგილზევე ნახა ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჯულაძე და სხვა პირები, მურთაზ ზოდელავა მათ შორის, რომლებიც მოუწოდებდნენ ადგილზე მყოფ აქტივისტებს შემოსულიყვნენ სასახლის ტერიტორიაზე, ჩაებარებინათ სასახლის გასაღები და განეგრძოთ მოქმედება.